მოგესალმებით, ეს არის გადაცემა სოციალური ზონა. დღეს გვექნება საუბარი თემაზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია ადამიანის არსებობასთან, ყოველ ცოცხალი არსების არსებობასთან, სიცოცხლის ჯაჭვთან, თუ კი ასე შეიძლება ითქვას. და ბიბლიურადაც ესეა, რომ მიწა იყავდა, მიწა დიკეცი შენო. შესაბამისად, ჩვენ გვექნება საუბარი საქართველოს მიწაზე, მიწა-წყალზე, მის გამოყენებაზე დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ხელისუფლების მიდგომებზე და ადამიანების პრობლემებზე, რომელიც შემთხვევაში სიცოცხლის დაკარგვასთანაც კი შეიძლება იყოს ასოცირებული, ვინაიდან ისეთ მცირემიწიანი ქვეყანაა საქართველო გამორჩეული ამ თვალსაზრისით და შესაბამისად განსაკუთრებული ზომიერება მიზანშეწონილობა უნდა გამოიჩინოს ხელისუფლებამ, როდესაც ის განკარგავს ამ უმთავრეს რესურსს, რომელიც არის საფუძველი სახელმწიფოს განვითარებისა, იქნება ეს ეკონომიკური განვითარება, იქნება ეს ტრადიციული, სოციალური თვალსაზრისით და ასპექტები ამ საკითხისა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ხვდებით ხშირ შემთხვევაში მიდგომს, როდესაც ხელისუფლების ამოსავალს ერთად წარმოადგენს მაქსიმალური ერთჯერადი მოგების მიღება, იქნება ეს საბიუჯეტო მოგება, ასევე ერთჯერადი, თუ იქნება ეს კორუფციული მოგება, რომელზე საუბარიც ვფიქრობ თავად შეგვიძლია ჩვენ და ამას ამ პოზიციას კიდევ უფრო გაამყარებენ ჩვენი სტუმრები. დღეს ვისაუბრებთ ბურების დიდ ჩამოსახლებაზე, რომელიც რეკლამირებული იყო 2 წლის წინ საკმაოდ ფართედ. თითქოს შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ისევ აქტუალური გახდა ეს საკითხი. ვისაუბრებთ თქვენი რეგიონისთვის ძალიან აქტუალურ შემთხვევაზე, ინციდენტზე, რომელსაც ჰქონდა ადგილი, სადაც ინდოელ ინვესტორებს სოფლის საძოვრები მიყიდეს, ამან გამოიწვია მოსახლეობის აქტიური პროტესტი და შეხლა-შემოხლა. ინციდენტი კინაღამ დასრულდა მსხვერპლთაც კი, გახსოვთ თქვენ ეს შემთხვევა დარწმუნებული ვარ. მსგავსი შემთხვევები ხშირად გვაქვს ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ მასიურად ხდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გასხვისება უცხოეთის მოქალაქეებზე, რომლებიც სპეციალურად ამ მიზნით იღებენ საქართველოს მოქალაქეობას ბურების შემთხვევაში, თუ კი იურიდიულ კომპანიებზე, რომლის დამფუძნებლად გვევლინებიან უკვე რეალურად უცხოეთის მოქალაქეები ან მათი ასე ვთქვათ წარმომადგენლები, ფიქტიური პირები. ხშირ შემთხვევაში შეიძლება საუბარი ალბათ ერთ-ერთი ვერსია არსებობს, რომ ხელისუფლებისა და უცხოელი ინვესტორების ერთობლივ ინტერესებზეც. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრებთან დაკავშირებით და კონკრეტულად ბურების თემატიკას ამემართებაში საუბარს გააგრძელებს კაპიტანი თათია და ჩვენ წარმოგიდგენთ ჩვენს ძალიან საინტერესო სტუმრებს. მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. მე შესავალს აღარ გავაგრძელებ ძალიან, მართლაც მნიშვნელოვანი თემაა ბურების ჩამოსახლება საქართველოში, მათზე ჩვენი მიწის დაკანონება. ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ ძალიან კომპეტენტურ და საინტერესო სტუმრებთან და წარმოგიდგენთ მათ ბატონი პაატა კოღუაშვილი, აგრარიკოსი, პროფესორი, მოგესალმებით ბატონ პაატა და მამუკა ბალიაშვილი, საქართველოს გზის ლიდერი. ბატონ პაატა, თავდაპირველად მე ნახე თქვენი გამოსვლა ერთ-ერთ გადაცემაში და სწორედ იქიდან გამიჩნდა იდეა, რომ თქვენ ყოფილიყავით სტუმარი. მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ რაღაც წინააღმდეგობაში მოდიხარ პაატა დავითაია, ხო? მის ინიციატივასთან და რატომ გაქვთ ესეთი აპუნადა ჩვენ დღეს განსაკუთრებით საქართველოს განსაკუთრებულ ხარისში ვართ ქართლში და მე მინდა ყველა ქართველს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, მიულოცო ფაშიზმის დამარცხების დღესასწაული. გიერთებით ჩვენც ასევე. მე მინდა ერთი რამაც თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომში ამ ყავისფერი ჩუმის დამარცხებაში ქართულმა ხალხმა მართლაც მნიშვნელოვანი მსხვერპლი გაიგო 700,000 ხედრიდან 350,000 თითქმის არ დაგხვდა, რომელიც ძალიან ბევრი იყო სწორედ ქართლიდან, გორის რაიონიდან. რომელიც რაოდენობით და რაოდენობით პატივისცემით აღნიშნავენ ისინი ამ დღეს და პრაქტიკულად მინდა შემოლაშა პარკისიც, რომ სწორედ ქართული მიწის დასაცველად წავიდნენ ეს. რა თქმა უნდა. და არა კომუნიზმის როგორც უნდა ხელისუფლებას წარმოუდგინოს ხშირ შემთხვევაში ეს. მისი სამშობლოს, მისი წყლის, მიწა-წყლის დასაცველად იგებდნენ და სამართლისმცემლო მათვით ველურად დაეცა და ცოცხლებს დიდხანს შემთხვევა უნდა უსურო. ახლა ჩვენი მთავარი თემა. ბატონ პაატა, დაიწყოთ მოდით მოსახლეობას მაინც გამოვარტოთ, ვინ არიან ბურები, საიდან მოდიან, მაინც გქონდეს ინფორმაცია, ჩვენ ვიცით, მაგრამ ზოგმა შეიძლება ზოგმა არ იცოდეს. ბურები იმ საშიშროების, იმ საბედისწერო მოსალოდნელი კატასტროფის, რომელიც ჩვენ აუცილებლად ავიცილებთ და ამის აცილების ერთ-ერთი მექანიზმი არის წელს ოქტომბრის არჩევნებში ერთსეული
სწორი გადაწყვეტილების მიღება მოსახლეობის მიერ და ბურების გარდა არიან რიგი არაბეთის სახელმწიფოების წარმომადგენლები, ინდოელები, თურქები და ირანელები და ასე შემდეგ სახელმწიფოს წარმომადგენლები. ბურების უხეშოვანი ტელემაყურებლებო არიან სამხრეთ აფრიკის ჰოლანდიელი კოლონისტები. ჰოლანდია დაიპყრო სამხრეთ აფრიკა თავის დროზე, იგი ასე წარმოადგენილი იყო სამი რესპუბლიკის სახით, ეს იყო ბურების, ტრანსპორტის და ორაჟის. და ის მათი მმართველობა იყო იქ, ხოლო ქართველი ხალხი ბურები გაიცნეს ერთი ქართველი კაცის შემთხვევაში ნიკო მუხრანელ ბაგრატიონის თავგადასავლეთ სამხრეთ აფრიკაში, იგი აფრიკაში წავიდა ლომებზე სანადიროდ და გაიგო, რომ პატარა ბურების რესპუბლიკას ომი გამოუცხადა იმ დროინდელ მსოფლიოში უდიდესმა იმპერიამ გაერთიანებულ სამეფოს გულისხმობ დიდ ბრიტანეთს და მას როგორც დაჭარბული ხალხის შვილს გულმა გაუწია იქეთკენ და შემიძლია თქვა, რომ მან არაერთ სხვა როგორც ბაურენის საბერძნეთში მოღვაწეობდა და ასე შემდეგ. ფოტოშორის ლაშა არაერთ სხვა ევროპელ არისტოკრატთან ერთად, მათ შორის მისი მეგობარი ბელგიელი გრაფი ვერდა და სხვები და მან ძალიან ღირსეულად იშევდა პრეზიდენტ კრუგერს, იგი მეგობრობდა ბოლო მთავარსარდალ ბოტასთან, გენერალ ბოტასთან და სხვა ცნობილ მოღვაწეებთან. ის პოლკოვნიკის პატრიში იყო იქ, პოლკოვნიკის უფლებებში, პატრიში. და წარმოიდგინეთ ბაგრატიონ მუხრანელის რაზმმა დღეს აიყვანა ის ასეული, რომელშიც ბრძოლობდა ლეიტენანტი უინსტონ ჩერჩილი. იგი მართალია მეორე დღეს გაიქცა, მაგრამ ესეთი საინტერესო რამ გადახდა ზეგი ქართულ კაცი. იგი შემდეგ თქვენ იყო ინგლისელების მიერ და გადაასახლეს წმინდა ელენის კუნძულზე, როგორც ძალიან დიდი ავტორიტეტის ადამიანი და მინდა ლაშა თქვა, რომ ევროპელ ქალების პროტესტმა იმ დროსაც იყო ეს მოძრაობა, ქალთა მოძრაობა, ევროპელ არისტოკრატ ქალთა პროტესტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ ინგლისის მთავრობას მიიღო გადაწყვეტილება და ნიკო ბაგრატიონ მუხრანელი გრაფ ვერდასთან ერთად განთავისუფლებული იქნა. საბოლოო ჯამში ჩამოვიდა 30 წლებში. ჩვენ უფრო სწავლობაში დოინო ცოცხალია, ალბათ მახსოვნება თბილისის ქუჩებში დადიოდა ჩოხა ხალხში, გაცმული 2 მეტრიანი ულამაზესი ადამიანი, რომელსაც ქართულმა ხალხმა ნიკო ბური შეარქვა. აი ბურების ხმად აი ესეთი სიმპათიური დამოკიდებულება გაჩნდა, ერევან ძალიან კარგი წიგნი დაწერა ბურებთან. და აი ამეთი გაჩნდა ესეთი ტრადიცია, რომ აი კეთილგანწყობისა. მაგრამ ჩვენ დღეს რეალური ფაქტის წინაშე დავდებით. აი ორი ეგრეთ წინათ ახარა ისი ჭკუით პაპუნა დავითაიამ ქართულ საზოგადოებას, რომ აი მას გადაწყვიტეს ზარმაზარია და 40,000 ბურის ჩამოსახლებაა გადაწყვეტილი საქართველოში. ამას მოყვა უზარმაზარი პროტესტი, თუნდაც პროტესტი თვით დღევანდელი ფაქტიური ხელისუფლების აქტივისტების მხრიდანაც, განსაკუთრებით კახეთის სოფლების წუნებულებმა პროტესტი განაცხადეს და თითქოს ეს საკითხი მიკუჩიჩა. მაგრამ წელს ივნისის თვეში ეს აქტივობა მოხდა. სასაცილო ის არის, რომ ესენი პრაქტიკულად ყველაფრის პიარზე, ყველაფერს რაღაც პარტიულ პოლიტიკაზე ამბავდა, როდესაც გაჟღერდა, ეს გააჟღერა ძალიან დაბალი კვალიფიკაციის მინისტრის მოადგილე იგივე პაპუნა დავითაიასი ვინმე ავალიანმა განაცხადეს, რომ 40,000 ეს 40,000 დაკავშირებული იყო აღმაშენებლის 50,000 ხილჩასთან. შესაძლოა იმ ხილჩაღების ზოგიერთი შტაბ-მომავალი სწორედ გორის რაიონის გარკვეულ სოფლებში ცხოვრობს, ახლა აქედან რას თუ ისე შორს მე არ ჩამოვთვლი ამ სოფლებს. საბოლოო ჯამში რომ იცოდეს მაინც ქართულმა საზოგადოებამ ეს ხილჩაღები საქართველოსთან წავიდნენ უდიდესი ნაწილი.
იმიტომ რომ მათ ორჯერ ესწროლის დავით რაღაცები კი მოუწყოს და საბოლოო ჯამში ისინი განდევნილი იქნა, მაგრამ რაღაცები დარჩნენ. და რეალურად განდევნილია საუბარი. ეხლა რეალურად ოფიციალურად რომ ვთქვათ, ეხლა უნდა ეს პროცესი გაქრა, მაგრამ შარშან ივნისიდან ეს ძალიან გააქტიურდა და პრაქტიკულად ეს რამდენიმე 1000 ჰექტარი მიწა შეძენილი, ამისათვის რა გააკეთეს მათ. ამ ფაქტიურმა ხელისუფლებამ გააკეთა ის ძვირფასო ლაშა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების კანონმდებლობაში შეტანილი იქნეს ცვლილება. მე ძალიან კარგად მახსოვს, მე თავად საქართველოს პარლამენტის წევრი ვიყავი, როცა ვგებულობდით ამ კანონს. და მე თავს ვიკლავდი, რომ მიგვებაძა ევროპული ქვეყნებისთვის და თუნდაც საფრანგეთის მაგალითი აგვეღო და მოქალაქეობის მიღებისას ის ფიცი ეთქვა ამ ადამიანებს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა სურდა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა თავის დროზე დაყოლება. ბატონო, ამაზე ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით. მოქალაქეობის თემა ძალიან აქტუალურია საქართველოში, მით უფრო ბოლო პოლიტიკური პრობლემების გათვალისწინებით იქნება ეს ბიზნესმენშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევა და ამ დროს ათასობით დაუსახმებელი და დაბალი კვალიფიკაციის მქონე უცხოეთის მოქალაქისათვის მისი მიცემა, მაგრამ ბატონ მამუკასაც მიცეთ საშუალება საკუთარი აზრი გამოთქვას, მისი პარტიის პოზიცია და დავუბრუნდებით ამ თემას. და ბატონ მამუკა მინდა გააგრძელოს აუცილებლად. ესე იგი, გაამარტივეს პრაქტიკულად უცხოელისათვის მოქალაქეობის მიღება, პრაქტიკულად საზღვარზე გადმოყოფ ფერს პირველსავე საჯარო მაპატიეთ სამოქალაქო რეესტრში მიდიხარ და თუ ინტერპოლის მიერ ძებნილი არ ახარ და ჩვენს ქვეყანაში რამე არ აქვს ჩადენილი, პრაქტიკულად ღებულობ მოქალაქეობას. ხო, ბატონო. მე მინდა პრეზენტაციას ქონდა გონი შეკითხვა. არ მე მაინტერესებდა მათი როგორც პოლიტიკური პარტიის ორგანიზაციის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ბურების ჩამოსახლებაზე და ზოგადად ასე იოლად დავშვები მიწების მიყიდვა და კანონება უცხოელებისთვის. სანამ ბატონ მამუკა დაიწყებს საუბარს, მე მინდა საეთერო ტელეფონის ნომერი შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს 27 91 62. სულ ცოტა ხანში ინტერაქტივის განთავსებას მოხერხდება ტექნიკური პრობლემა იყო გარკვეულწილად და მისი შეკითხვა იქნება ასეთი: მხოლოდ თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე უცხოურ კომპანიებზე ქართული მიწის გაყიდვას, რაც შეეხება ტელეფონს 27 91 62 და კიდევ ერთი საკითხი. პირველ რიგში ჩვენც გილოცავთ რა თქმა უნდა ყველა ვეტერანს და ყველა ქართველს, ვინც არის იყო ასე ვთქვათ, იმ დიდი ომის მონაწილე, რომელსაც მეორე მსოფლიო ომი ერქვა და მართლაც ამ ადამიანებმა დაამარცხეს ფაშიზმი და დაიცვეს ქართული მიწა, რომელსაც ეხლა სამწუხაროდ ესე დაუნანებლად ყიდიან. და ამასთანავე გვინდა თქვათ, რომ რა თქმა უნდა ჩვენ არც ბურების, არც ირანელების კი ბატონო, თქვენის ნებარ თვითგმადლებთ, მოგესალმებით. მეც ცოს, რასაც მეორე მსოფლიო ომის დროს იქ მებრძოლ ადამიანებს დღეს ჩვენ საზოგადოება მიულოცა დილას გახლდით მემორიალთან ვაკის პარკში და გულიდან მეწვავდიცაც ეს ერთი მუჭა ადამიანები ვნახე. სამწუხაროდ დღეს ეს ადამიანები ცოტა არიან დარჩენილი და ძალიან საწყენია, რომ ადამიანებს, რომლებმაც სახელმწიფოს მიწა თავისი სისხლის და უფლის ფასად დაიცვეს, სახელმწიფო დღეს ამ ადამიანებს ყურადღებას არ აქცევს, ძალიან საწყენია. რაც შეეხება ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის საქართველოს გზის დამოკიდებულებას არა მხოლოდ ბურების, არამედ უცხოეთის სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის და შემდეგ უკვე კომპანიებისთვის და რა მნიშვნელობა აქვს მოქალაქეობა ამ ადამიანებმა მიიღეს თუ არ მიიღეს თუ იმიტომ საქართველოში ცხადია მიუღებელია, ვინაიდან მიწა არის ის სიმდიდრე, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია ჩვენ არაერთხელ სხვადასხვა ეთერებში თუ სხვადასხვა ფორმით განცხადებებით ამ საკითხს ვეხმაურებოდით და არაერთხელ ამის შემდეგაც მე დარწმუნებული ვარ, თუ ეს პრობლემა სახელმწიფოს წინაშე კვლავ იდგება, კვლავ ჩვენს შეურიგებელ პოზიციას დავაფიქსირებთ. მოქალაქეობის მინიჭებით დავიწყოთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები, ვინც საქართველოსთვის ამდენი გააკეთეს, საქართველოში დაიბადნენ, გაიზარდნენ, ცხოვრობდნენ, დღეს ამ მდგომარეობაში იმყოფებიან და
საქართველოს პრეზიდენტის სურვილზე არის დამოკიდებული მიცემს თუ არა ამ ადამიანებს მოქალაქეობას და ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ვხედავთ ასობით და ათასობით ადამიანს სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოს წინაშე ვერ ვიტყვით რომ რაიმე მნიშვნელოვანი დამსახურება აქვთ, ან საერთოდ თუ აქვთ რაიმე სახის დამსახურება, საქართველოს პრეზიდენტი ესე ჩვეულებრივად ურიგებს მოქალაქეობას და შემდეგ ეს ადამიანები უკვე ყიდულობენ საქართველოს ტერიტორიაზე იმიწებს თქვენ უკავშირდებთ თორ არჩევნებისთვის ხმების არა ვერ ვიტყვი რამდენად ხმების მოგროვება და 3000 ხმა პლუს მინუს ვიღაცას რაღაცას მიცემს. აქ უფრო სხვა ნაწილობრივ ფულიც და უფრო გრძელი მიზანია. მე დარწმუნებული ვარ საქართველოს ხელისუფლების ეს გაუაზრებელი პოლიტიკის ნაწილია და იმ გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია, რითაც საქართველოს ხელისუფლება უკვე აღარ გვიკვირს ამ ყველაფერს რომ უყურებთ. არა, გააზრებელიც ერთი მიმართულებით და გაუაზრებელი სფეროსთან მიმართებაში. მე ვერ ვიტყვი რომ როდესაც ეს ადამიანები ამაზე ფიქრობენ რომ ბურები შემოიყვანონ ქვეყანაში, მიწები გადაცენ მოქალაქეობა მიანიჭონ, ეს გარკვეულწილად რაღაცა ფორმით ნაწილშია სოფლის მეურნეობასთან. ამ კუთხით ეს გაუაზრებელია. მაგრამ იმისთვის რომ ჩამოიყვანონ, მოქალაქეობა მიცენ, საქართველოს მოქალაქეებს არ ქონდეთ უფლება და ჩამოართვან ის მიწები იჯარით, რასაც ჩვენი მოქალაქეები ფლობდნენ და შემდეგ გადაცეს ბურებს, ეს ცხადია გააზრებული პოლიტიკა. მაგრამ ეს სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში ისევე გაუაზრებელი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი და PR კომპანიის ნაწილი იქნება დარწმუნებული როგორც არის ვაუჩერების გადაცემა და ასე შემდეგ. მე გული დამეწვა სარტიჭალაში გახდით და ვნახე სარტიჭალელი გლეხები, რომლებიც ამბობდნენ რომ იცით რა ჩვენ ვაპირებთ ჩვენ მიწა წაგვართვას, მიწა აღარ გვაქვს და ვაპირებთ ვიმუშაოთ იმ ბურების მიწაზე მუშებად, რომელიც ოდესღაც ჩვენ გვეკუთვნოდაო. ანუ იგივე მდგომარეობაში დაუბრუნდით ჩვენ ქართველებმა ძალიან კარგად იციან ჯაყოს ხიზნები. იგივე მდგომარეობაში ვართ, სადღაც ჩვენი მოქალაქეები არიან ვიღაცის ხიზნები, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო. და ბატონ მინდა ისე დაუბრუნდეთ ბურების საკითხს. ან ხელისუფლება ამბობს, რომ ისინი უნდა ჩამოასახლოს იმიტომ, რომ დავუშვათ მეურნეობის თვალსაზრისით მოსახლეობას არ ტექნოლოგიურად დაეხმარონ, აჩვენონ და საერთოდ გაიზარდოს შიდა ბაზარი და ასევე ექსპორტიც, ანუ ჩვენს მიწაზე მოწეული პროდუქცია. თათია. ცოტა სხვა რამეს ვიტყვი ახლა. იმ პრობლემებში, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, სათავდაცვოდან დაწყებული დემოგრაფიამდე, ყველაზე აქტიური ხელისუფლებამ გახადა დემოგრაფიული თვალსაზრისით, რომ საქართველოსთან ორგანიზებულად შექმნა გაჭირვება ქართულ სოფელში და დაიწყო დიდი ემიგრაციული ნაკადები ქვეყნიდან. გაჭირვებული, შეჭირვებული კაცობა, საქართველოს მოსახლეობა ყველაზე აღწარმოებული თვალსაზრისით, ყველაზე აქტიური ნაწილი ერისა გავიდა ქვეყნიდან. აი ამაზე ვიტყვი რომ ხელისუფლების და დავუშვათ წარმომადგენლებმა და მათმა უმხრებმა თქვეს რომ იცით რა ქართველებს ეზარება მუშაობა და ისინი მოდიან ქალაქებში ან მიდიან საზღვარგარეთ რომ ცოტა იოლად მოიპოვონ დავუშვათ ეს ფული მათ ეზარებათ საკუთარ მიწაზე მუშაობა და ამიტომ და ჩამოესახლებინათ ეს ფერმერები რომლებიც აყვავებდნენ ჩვენს სოფლის მეურნეობას. თათია უპირველეს ყოვლისა მინდა თქვა რომ რაც საქართველოს დამოუკიდებლობა მიიღო, პრაქტიკულად საქართველოს ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შექმნა ის პირობები, რომ ქართველი გლეხკაცი ფეხზე დამდგარიყოს, მონღოლნიებებული იყოს და ძლიერ სოფელს ქალაქიც გამოიყვებოს და მშიერი ჯარისკაციც. ბატონო, ვერ შექმნა თუ არ შექმნა? პირველ ნახევარში ვერ შექმნა, მაგრამ ეხლა პოლიტიკა იმისა, რომ არ შექმნა. იმიტომ რომ ის ნეოლიბერალიზმი როგორც თქვენი პარტიის დამფუძნებელი, თუმცა ძალიან ძვირფასი ქალბატონის სალომე ბრძანებდა ულტრალიბერალიზმმა, რომელმაც სოფლიოში კრახი განიცადა, საქართველოში სწორედ ეს პირობები შექმნა. ამან დამოკიდებულება არის ასეთი. არ მაინტერესებს სოფელი. ასე ვქნია წასულა გლეხი იქიდან. ჩვენ ამ მიწას გავყიდით, ჩვენ ამ მიწას მივყიდით სხვას და ის სხვა დაალაგებს იქ ყველაფერს. აი დამოკიდებულება არის მე მახსოვს ნოღაიდელის ეს სიტყვები და რასაც ვხედავ ეს არის მე არ შემეძლო ჩემთვის ძალიან საყვარელი და ძალიან არის მე რა შემიძლია დავარქვა ლაშას
რომელიც დღეში 10 ადგილზე მივა, 100 ადგილზე მივა გაჭირებული კაცის დასახმარებლად, მისთვის უარი მეთქვა. ამჟამად დაშა მიცის კარგად რომ მუშაობ დასკვნას წერ რეცენზიას სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ სტრატეგიაზე სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ. და მეტაბწერია რომ სახელმწიფო არ ჩაერევა, სახელმწიფო ეთკაპიქს არ გაიღებს, ეს იქნება მხოლოდ კომერციული მეურნეობა, არავით არის სუბსიდირება, არავით არის სახელმწიფო რეგულაცია. სახელმწიფო მხოლოდ იმუშავებს იმაზე, რომ იშოვოს ინვესტიციები. და ეს ინვესტიციების შოვნა არის საეჭვო ინვესტიციები, აქ არის კორუფციაც, აქ არის ძალიან ბევრი რამ ეს თქვი დაიწერა რეზონანსში საქართველოსა და მსოფლიოში კიდევ სხვა გაზეთებში ორსა მაესტროზე, კავკასიაზე და ეგრეთ თქვენთანაც ვლაპარაკობ ამის შესახებ. ეს არის ორგანიზებულად გაკეთდა გაჭირვების მდგომარეობა სოფელში. საქართველოს გლეხკაცი იხდის მსოფლიოში ყველაზე მაღალ წყლის გადასახადს, სარწყავი წყლის გადასახადს. ქართველი გლეხკაცი იხდის მსოფლიოში ყველაზე მაღალ მიწის გადასახადს. ქართველი გლეხკაცი იხდის პრაქტიკულად არარეალისტურ ფასს საწვავში, ეგრეთ წოდებულ დიზელში, სასუქში, პესტიციდებში. ქართველი გლეხკაცისათვის პრაქტიკულად ხელმიუწვდომელია კრედიტი. ქართველი გლეხკაცისათვის პრაქტიკულად ხელმიუწვდომელია საჯარო მომსახურების აგრო, ტექ, ზო, ვეტ მომსახურება. იგი არის წარმოუდგენელ მდგომარეობაში, მაგრამ ილიას სიტყვებს თუ ვიხმართ და მას ქვია ადგილის კაცი, მხოლოდ აი ეს, რაც მასში გენეტიკურად არის, არ ძრავს მას ადგილიდან. საქართველოს არ იცოდა ისეთი ტერმინი, როგორც არის ბროდიაჩესტობა, მაწანწალობა, იმიტომ რომ ჩვენ ადგილის კაცები ვართ. რატო? იმიტომ რომ ქართველი გლეხკაცის სინონიმი ტულუ ვიცი და გამონათლებელი კი არაა ბატონო. ქართველი გლეხკაცის სინონიმია ქვეყნის ნომერ პირველი მარჩენარი. ქვეყნის გადამრჩენი, ქვეყნის რეზერვი. აი ეს არის მისი სინონიმი ხალხო უწოდეთ. გლეხკაცი მარტო სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებელი კი არა, იგი სოფლის მაცოცხლებელი, გარდაქმნელია. გლეხკაცის როგორც სამეურნეო სუბიექტის მოშლა კი არაა ტრაგედია. ტრაგედია ეს არის სოფლის როგორც ასეთის ყოფაცხოვრების წესის შემოქმედის, ეროვნული ტრადიციების დამკვიდრების, მცველისა და განმაახლებლის ფუნქციის მოშლა. საქართველოსათვის სოფელი და გლეხკაცი ეროვნული იდენტურობის, მისი რაობის და ვინაობის გამსაზღვრელია. აი ეს არის გლეხკაცი. ამიტომ სასოფლო სამეურნეო პოლიტიკა ყველა განვითარებულ ქვეყანაში დაახლოებით ასეთი დეფინიციისაა. ყველა სხვა ამოცანასთან ერთად ეს არის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მოფრთხილებისა და სოფლად აგრარული შრომის ავტორიტეტის ამაღლება და სტიმულირება. ძალიან დიდი მადლობა. ეს უნდა გავიგოთ. როდესაც ამას გავიგებთ, ეს ყველაფერი ეხება თორემ ქართველ ხალხს ბურები კი არა, უდიდესი მონღოლობა, სელჯუკობა მოუნელებია. ჩვენ ამას მოვინელებთ ყველაფერს და ბურებმა და ყველა ამათ, ვინც აი ამ პოლიტიკის გამტარებლების მეშვეობით დღეს საქართველოს საარსებო სივრცეს ეუფლებიან, მათ უნდა იცოდნენ, რომ ნაქურდალის ყიდვა სამართლებრივი წესით ეროვნული დემოკრატიული ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში მათთვის კრახით დამტარდება. ძალიან დიდი მადლობა. ასეულოდ ამ შეკითხვით გვინდა მამუკასთან გადავიდეთ. ჩვენ ვიცით არაერთი დარგი, სადაც პრივატიზაციის პროცესების სხვადასხვა ტიპის პრობლემების თანხლებით განხორციელდა. იქნებოდა ეს ძალიან დაბალი ფასი. მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილის დედა მეხალხა შეიძინა ერთლარად, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ქონება აჭარაში. ერთ რკინის ლარიანი იყო ეს თუ ქაღალდის ამას პრინციპული მნიშვნელობა ალბათ არ აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ სამარცხვინოა, როცა ხელისუფლების ხელმძღვანელი, მთავრობის ხელმძღვანელი დღეს მდგომარეობით პრაქტიკულად ეს ფუნქცია შეთავსებული აქვს პრეზიდენტს, საკუთარ დედაზე ყიდის ერთლარად დიდ ქონებას. ასეთი ფაქტები ძალიან ბევრი ვიცით, ტყეების გასხვისება
ნერვული რესურსების სრული და ამოწურვითი მოხმარებისა და გაჩეხვის ასე ვთქვათ ხარჯზე იგივე მიწის რესურსების ასე ვთქვათ გასხვისება უცხოეთის მოქალაქეებზე თუ ფირმებზე ვიცით ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის დაკავება რაც შარშან 2010 წელს მოხდა მსგავსი პრეცედენტი მე პირადად არ მახსენდება გარდა უკრაინისა დასავლეთ უკრაინისა აი რა უნდა ეშველოს ასე ვთქვათ ამგვარ ხელშეკრულებებს ამგვარ რეალობას არსებობს სხვადასხვა მეთოდები არსებობს ნაციონალიზაციის მეთოდი რომელიც ძალიან მწვავე და უხეშია არსებობს სხვა მეთოდიკების თქვენ როგორ წარმოგიდგენთ თქვენი პარტია რა მეთოდს უჭერს ხას როგორ შეიძლება გამოსწორება ამგვარი პრობლემებისა რომელსაც საერთო მასშტაბი აქვს იმ შემთხვევაში როცა ხელისუფლებაში აღარ იქნება არსებული მართველი ძალა კი ბატონო უფრო ადვილი არის ბუნებრივია და ამაზე არ ვიკამათებთ გადაცე ვიღაცას რაღაცა მიწა ვიდრე შემდეგ ასე ვთქვათ რა ფორმით როგორ უნდა დააბრუნო ეს მიწა უკან სახელმწიფო საკუთრებაში თუნდაც ტყე თუნდაც სხვადასხვა ქონება მაგალითად ის უნივერსიტეტის შენობები რომლებიც გიული ალასანიამ სხვადასხვა დროს შეიძინა და აგერ უკვე რამდენიმე დღის წინ აჭარაში იყიდა ერთმანეთად ქონება ეს არის კი ბატონო ეს არის მტკივნეული პროცესია ცხადია შემდეგ დაბრუნება მაგრამ არსებობს საკითხები სადაც ბუნებრივია სახელმწიფო ვალდებული იქნება რაღაც საკითხებში აღიაროს რომ ასე ვთქვათ პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე და როგორც მემკვიდრე წინა ხელისუფლების და ის თუ ქონება ექვემდებარება სახელმწიფოსთვის დაბრუნებას შესაბამისი კომპენსაცია გადაიხადოს მაგრამ ესეთი საქმეები როგორიც არის სხვადასხვა შენობების სხვადასხვა დაწესებულების სხვადასხვა მიწების თუ ტყეების სიმბოლურ ფასებად ერთლავად გადაცემა გარიგებებით გადაცემა ერთ-ერთი ბურს შევხვდი ერთ-ერთ ავტორიზებულ საკადასტრო რუკების გამკეთებელ ორგანიზაციაში და შევეკითხე რომ რა ფასად იყიდა თქვა და თარჯიმანმა მიპასუხა მისი რომ მუქთად პრაქტიკულად მუქთათო მეორეჯერაც შევეკითხე რომ ხარი რას ნიშნავს ეს მუქთად ძალიან იაფია კი ბატონო და ამაზე ვამბობ სწორედ ჩვენ ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ არ ვიცით ვინ რა ფასად ყიდულობს ვინ როგორ ყიდულობს შეიძლება ვიღაცას სიმბოლურ ფასად მადლაც ერთლავად აძლევენ მიწას და ამას შემდეგ უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში ახალი ხელისუფლება დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერს ნახავს და თუ აღმოჩნდება რომ ეს ბურები რომლებიც ქვეყანაში შემოდიან და ასობით ჰექტარ მიწას ყიდულობენ და ეს ჯამში უკვე 1000 ჰექტარზე ავედით სიმბოლურ თანხებად არის გადაცემული ბუნებრივია აქ ისმევა შემდეგნაირი რომ ეს მიწა უნდა სახელმწიფოს უკან დაუბრუნდეს საკუთრებაში ისევე როგორც არა ნაციონალიზაციის გზით როგორც ეხლა თუ სახელმწიფოს გამოაქვს ქონება გასაყიდად და ამბობს რომ ეს კონკრეტულ შემთხვევაში მიწა უნდა გაიყიდოს მიწის პირველი მყიდველი ალბათ არის ის ადამიანი რომელიც ამ შემთხვევაში განკარგავს ხო ბატონო პაატა თქვენ უფრო კომპეტენტური ბრძანდებით პირობითად თქვათ თუ მე მაქვს იჯარით აღებული მიწა და სახელმწიფო მეუბნება რომ ეს მიწა უნდა გაიყიდოს ჯერ მე უნდა შემომთავაზოს ხო ყიდვა თუ მე ვეტყვი რომ მე არ მაქვს ამის სახსრები რომ ვიყიდო შემდეგ უკვე აუქციონის ფორმით თუ სხვა მეთოდებით უნდა გამოვიდეს ეს მიწა და შემდეგ გაიყიდოს მაგრამ თუ ეს აქ არ ხდება და სიმბოლურ ფასებად ხდება გადაცემა ბუნებრივია ეს ყველაფერი სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დაბრუნდეს და თავიდან უნდა გამოცხადდეს აუქციონის წესით თუ სხვა მეთოდებით გასხვისდეს თუ მიწა გასხვისებას ექვემდებარება და სხვაობის თანხა პრობლემა როდესაც ამ ფსევდო ლიბერალიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი და რუსეთის პირდაპირი და ერთ-ერთი აგენტი საქართველოში ბენდუკიძე ჩამოვიდა ან მეთოდურად გააუქმა მნიშვნელოვანი კანონები და მნიშვნელოვან კანონებში შესწორებები შეიტანა უპირველეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ შემდეგ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ და რაც თავარია მიწის დანიშნულებითი სახის შეცვლასთან დაკავშირებით. მოქმედი კანონმდებლობით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სტატუსში შეცვლა ძალიან რთული რამ იყო. ეხლა თუ ისინი საკუთრება რაც გინდა ის გააკეთე. ესე იგი თითქოს ბენდუკიძე ამას აკეთებდა იმისათვის რომ საბოლოო ჯამში აი მოსახლეობის განდევნა და იქიდან უკვე ახალი ნაკადების შემოყვანა გამოიწვევდა საქართველოს მოსახლეობის შეცვლას.
ეკლექტური, ანუ ჭრელი საზოგადოების შეცვლა. დიახ, მთელი ამ ღონისძიების მიზანი არის ქართული საზოგადოების შეცვლა და ესეთი ეკლექტური ჭრელი საზოგადოების შექმნა. შეიძლება ეს ვიღაცას დღეს რაღაც შორეული მათ ესახება, მაგრამ დამერწმუნოთ 100,000-იანი ასეთი ბაზის შექმნა იმ წუთას დაგვაყენებს ამ კატასტროფის წინაშე, რაც ჩვენ ვიღებთ. დღეს ტენდენცია ბატონყადა ამ ბურების გარდა 18,000 თურქია უკვე პრაქტიკულად აჭარაში აჭარა თურქების მესაკუთრება ცხოვრობს. იგივე თურქები ქუთაისიდან სამტრედიამდე, აი ბაშის ეს მთელი სოფლი უზარმაზარი სოფლები, უზარმაზარი ნაკვეთი მასში. აი იჯარის ამ ბატონო გასცემთ ზარია ეთერში თუ შეიძლება. მოგესალმებით. ძალიან გიბრეული თემა. ერთადერთი ქართველი საფიცარი და დიდი ადამიანი ყოდა ილია ჭავჭავაძე და მისი ლოზუნგი ენა, მამული და სარწმუნოება. სამივე ფაზა იყო უკვე საქართველოში. ენა გვაქვს, სარწმუნოება და ხონხედავს რა ამბავია ტეხი და რანაირი მეჩეთების აშენება უნდათ. ბათუმში და მე თუ გავივიდათ ჯვარი წერია საქართველოს, რასაც გვიზარდე. და მამულზე აგერ რაგერში ვარ. ბურები რაც უნდა საქართველოს ბური რაც სჭირდება. ჯორჯია სიტყვა მიწათმოქმედ ადამიანს ნიშნავს, რომელიც იმდენ ხორბას აწარმოებდა, რომ ინდოეთში გადიოდა ჩვენ საუკუნეებით რაც უნდა ბურის ჩამოყვანა საქართველოს. ქართველ კაცს იხეცი საშუალება რომ თვითონ დაამუშავოს და თვითონ გაიტანს მერე თავის მონაწილე პროდუქციას და ვერ ბურია ჯობს ქართველ კაცს მუშაობაში ვერ რუსი ვერ თურქია ვერავინ ეგრეთ შემიაზ. დიდი მადლობა. კითხვა ხო არა გაქვთ? რაშაერთი მინდა თქვა შენი პირველ კითხვას გავეცი პასუხი. ესე იგი მოტივი არის ასეთი რამ, რომ ისინი არიან დიდი გამოცდილების და ახალი ტექნოლოგიები და ახალი ტექნიკა და ამავდროულად ამავდროულად. ასე შვილი ვერ მეტყვის და მეტყვის იმას, რომ რაიმე ახალი ტექნოლოგია და ახალი ტექნიკა შექმნილა სამხრეთ აფრიკაში. ისინი ჩვეულებრივ ევროპულ ტექნიკას, ევროპულ ტექნოლოგიებს და სიმინდის ჰიბრიდებიც კი პიონერის არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. საერთოდ მათი სოფლის მეურნეობა იმდენად იყო ძლიერი, რამდენადაც მათ მათრახი ეჭირათ ხელში და აპარტეიდის ქვეშ ადგილობრივ შავ მოსახლეობას ამუშავებდნენ. ხოლო პრეზიდენტ ნელსონ მენდელას მოსვლის შემდეგ დაიწყო იქ მათი შევიწროება და ასე შემდეგ. და იქ ნაციონალიზაცია მოხდა და აბსოლუტურად სამართლიანი გადანაწილება ამიწებისა. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას თუ უნდა ახალი ტექნოლოგია, ახალი ტექნიკის შემოტანა და ინოვაცია, აგერ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ევროკავშირი, აქვე არის მეორე დიდი სტრატეგიული პარტნიორი შეერთებული შტატები, მithumetes ხელშეკრულებები გვაქვს თანამშრომლობის და პარტნიორობის შესახებ და სწორედ მათ ვთხოვოთ ამ ტექნოლოგიებისა და ამ ინოვაციების შემოტანა. ეხლა პატრიცემულმა სწორად აღნიშნა მაგრამ ერთი მინდა გითხრათ, საქართველოს მარტო გეორგია და მიწათმოქმედება კი არ არის. ეს არის პირველ მიწათმოქმედთა ქვეყანა. სწორედ ნოე მაქავარჯიშა პირველი ადამიანიო ყანისა და ვაზის მოყვანაში. ჩვენ პირველი მიწათმოქმედები ვართ და ამას ასაბუთებს მთელი სამიწათმოქმედო ცივილიზაციაზე თუ ვინმეს რაიმე დაუწერია. ეს ცნობილია. მაგრამ მე სხვა რამე მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ თქვენ. აი იგივე ილია ჭავჭავაძე, სხვადასხვა ილია ჭავჭავაძე საფრთხე ჩრდილო კავკასიიდან ჩვენი დღეს უკვე სეპარატისტი რომ გადაიქცნენ მათ მიმართ ქართულ საზოგადოებას მიმართა საოცარი რამით, რომ მოდი აი ამ ხალხთან დამოკიდებულება გავაკეთოთ ასეთი გრძელვადიანი გასხვისებადი გრძელვადიანი მემკვიდრეობითი იჭარა გამოვიხეროთ ამ მათ მიმართ. ესე იგი პრაქტიკულად ის ხიზანი, რომელიც მუშაობდა იმ მიწაზე, ის გააგრძელებდა მისი შვილი და შვილიშვილი და ასე შემდეგ და მას არაფერს არ ართმევდა, მაგრამ რჩებოდა მხოლოდ ამ მდგომარეობაში. ხათაშვილის შემოლაშა იცოდე დღევანდელ თანამედროვე მსოფლიოში ყველა უფრთხილდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიზეზის გაგებას. თითქოს დღეს როდესაც ესენი აქ ხალხს აბოლებენ, სულიად რომ იქ აღიღებულია ეს კანონები, არის ეს კანონები და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც კანონით არის დაშვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიზეზის უცხოელზე მიღების, დღემდე
230 წლის ისტორია ხო ლაშქარი 0.7%-იც კი არ არის გასწრებული უცხოელზე და ისიც მხოლოდ და მხოლოდ კანადელებზე და მათ ჩემობატონო ევროპელ სიძეებზე სიძესთან რომ ჭამოვა იმას აძლევენ რაღაც მიწას ან აკიდიებენ ჯერი-ჯარით აძლევენ და რა რომ ნახოთ საფრანგეთის კანონმდებლობა ქალბატონი სალომე რო იყოს და დამიდასტურებდა საერთოდ ვენახის ფართობებს არ ყიდიან ფრანგი ერის სიამაყის საგანია თუ ფრანგი ერის სიამაყის საგანია მე რომელმაც სამშობლო ვარ მისი ჩემთვის რა არის დიდ ფართობებზე ლაპარაკი ზედმეტი არასწორი რა არის შეიძლება უკაცრავად ამასთან გადავიდე გასაგებია რომ მთელი რიგი განვითარებული ქვეყნები თავის ტერიტორიას უთხრდებიან და ძალიან მოწიწებით უდგებიან თუნდაც მოქალაქეობისაკითხს თუნდაც მიწისგასხვისების საკითხებს იმიტომ რომ ისინი ამით იცავენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს სადგადეს აქ ზღვარი შოვინიზმ ნაციონალიზმსა და ასე ვთქვათ ეროვნულ ინტერესებს შორის ეს შეკითხვა მექნება თქვენთან მით უმეტეს როცა საუბარი არის მცირემიწიან ქვეყანაზე და გამორჩეული ამდენიც მე ვიცი ერთ-ერთი სიმკაცრით მიწის არის დანია, რომელიც ჩვენს გავსად არის საკმაოდ მცირემიწიანი ქვეყანა. ეს კითხვა მექნებოდა თქვენთან და ასევე მეორე, რატომ გონიათ რომ სოფელთან მიმართებაში ხელისუფლებას უნდა ქონდეს ასეთი რბილად ვთქვათ არაპრიორიტეტული მიდგომა და პირდაპირ ვთქვათ კაცრი და გაუცელის პირობების შექმნა რატომ ხდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის? თუნდაც ამ რეგიონში სარწყავწყლის პრობლემაც კი არ არის მოგვარებული და ამის გამო უმძიმესი რეალობაა. რამე ვიცი ამ რეგიონში მთელი რიგი მოსავალი, რაც მოსახლეობას მოწეული ქონდა, ბოლომდე ვერ გაყიდეს და გადაყარის კიდევაც შემდეგ. სწორედ რამდენიმე დღის წინ ვკითხულობდი და ეს ინფორმაციაც მომაწოდეს. ძალიან ადვილია, იცით, იყო პერიოდი, როდესაც და მე ეს პერიოდი ასე თუ ისე მახსოვს, როდესაც სოფელი ძლიერი იყო და ქალაქზე არ იყო ჩამოკიდებული და პირიქით იყო. სოფელი აცხოვრებდა ქალაქს. დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით ეს პრობლემა გვაქვს, არის რამდენიმე ქალაქი, მეტნაკლებად სხვადასხვა ზომის და ამ შემთხვევაში პირველ რიგში ალბათ თბილისი, რომელიც ინახავს სრულიად ქვეყანას. და კიდევ უცხოეთი მეორე მომენტი, როდესაც მთელი რეგიონების და მათ შორის თბილისის უცხოეთში გადინება ხდება, ეს ადამიანები შრომობენ, გაგზავნიან აქ ფულს და ასე ვიქცით, გამოგზავნილდა ესე ამ ფორმით მიღებულ შემოსავალზე სახელმწიფო დღეს ცხოვრობს. ამ და რაც შეეხება რატო გვაყენებსო სახელმწიფო ამ მდგომარეობაშიო. არ ჭირდება, არა, მიზანი ძალიან მარტივია და ერთია. მორჩილება და ისევ მორჩილება. როდესაც ადამიანი მორჩილია, როდესაც ადამიანს არ აქვს არ საიდან გასაქანი, არ საიდან შემოსავალი, მიწა წაართვი არ დაუტოვე, აცხოვრებ გადაგდებული დიზელის საწვავის ფლებს წარმოგიდგენთ გვითხრას რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შემოვიყვანეთ ტექნიკა ვაძლევთ ვაუჩერებს ეს სასაცილოა 30 ლარიანი ვაუჩერი გლეხისთვის როდესაც საწვავი ამხელა სწორედ ამაზე ვსაუბრობ შეგვეწინააღმდეგება სწორედ არა ვერ შეგვეწინააღმდეგება იმიტომ მე ვამბობ რომ აძლევენ მართლაც ვაუჩერებს და სწორედ მიზანიც ეს არის რომ ვაუჩერებზე აცხოვრონ სრულიად საქართველოს და ამ შემთხვევაში რეგიონებზე ვსაუბრობ ტექნიკას რაც შეეხება რა თანხებთან არის დაკავშირებული იმ ტექნიკით მიწის დამუშავება მე კახეთის ერთ-ერთ რეგიონში ვნახეთ ჩვენ და ვიცით საკმაოდ კოლოსალური თანხები თუ არ ვცდები 150 ლარი ჯდება ჰექტარი მიწის დამუშავება იმ ტრაქტორების რა ტრაქტორების ვითომ შემოიყვანა და აღლუმები რომ მოაწყო და მთელი რიგი პრობლემებია ამ ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით ერთია რაღაცა მჭირდება მაგრამ მეორეა რა ფორმით შემომყავს და როგორ განუკარგავ კი ბატონო მოსახლეობას იმის რომ ეს რიგში უნდა ჩადგნენ და მე ვერასწრებენ ამ საგაზაფხულო ცხადია კი ბატონო და გავაგრძელოთ სახელმწიფოსთვის და ხელისუფლისთვის ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია მათხოვრად აქციოს სრულად სახელმწიფო შემდეგ გადაუგდებს 30 ლარიან საწვავის ვაუჩერს შემდეგ იქნება სურსათის ვაუჩერი შემდეგ იქნება ელექტროენერგიის ვაუჩერი შემდეგ იმ ტრაქტორის გამოყენების ვაუჩერს გამოუშვებს 20 ლარიანს და თითქოს და მე დარწმუნებული ვარ ვიღაცები რეგიონებში არიან ადამიანები რომლებსაც შემდეგ უკვე როდესაც ამ ვაუჩერს ვიზუალურად რამაზად გაფორმებულს დახედავენ უხარიათ და მოწონთ იცი რა ხელისუფლება რაღაცა დამეხმარა იმიტომ კი არა რეალურად გულში მართლა მოწონს და აღფრთოვანებულია და კმაყოფილია არა იმიტომ სხვა გზა არ დარჩა დიდი მადლობა მამუკა ხებატონო ბოლოს მინდა ეს რეზიუმეს სახელმწიფო ძალიან ცოტა დრო დარჩა გამოსავალი აი ამ ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით და შევაჯერნა ფაუცილებლად თემას ვიტყვით წინა გამოსვლაზე
წერილი იყო ჩემი, რომელსაც ბოსტნეულის იმპორტზე ვლაპარაკობდი და საერთოდ იმპორტმა სურსათისა და სოფლის პროდუქციის მიაღწია ქვეყანაში 950 მილიონ ამერიკულ დოლარს და აღნიშნე გამოსვლაში რომ ყვავილოვანი კომბოსტოს წარმოება შეწყდა საქართველოში თქვა. აი ორი კვირის წინათ თქვენ რაიონში კარალეთში ვიყავი ქორწილში და ქორწილიდან დასრულდა ყველა რომ გამოდიოდი ძალიან არაჩვეულებრივი გლეხკაცი, ძალიან ღირსეული კაცი როინ ადოვაშვილი მოვიდა და მითხრა გოდობა და თქვენ ახსენეთო რომ შეწყდაო საქართველოშიო ყვავილოვანი კომბოსტო წარმოება. აი მე უკვე 3 წელია მოვიყვა. და საერთო მაჩვენებლები როგორია? აი თვითონ აი ამ კაცის არის არაჩვეულებრივი მაჩვენებლები. ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობა. კატასტროფული მდგომარეობა. აი თქვენ სტატისტიკაზე საუბრობთ და როგორია საერთო მაჩვენებლები ბოლო წლების განმავლობაში? გამიმთავრდა სოფლის მეურნეობა თუ შემცირდა? ესე იგი ფაო მე თუ არ დამიჯერებ მოვიყვან ფაოს მონაცემებს 2003-2000 წლების საშუალო მაჩვენებლით ერთსულ მოსახლეზე პროდუქციის წარმოების ინდექსმა საქართველოში შეადგინა -29%. ეს არის მსოფლიოს 194 ქვეყანაში ბოლო 194 ადგილი. მეტი რა გითხრათ ხალხო, საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 54% ჩვენში და პროდუქციის 8%-ს აწარმოებს. ეს არის ხელისუფლების მაჩვენებელი. ის რაც ეხლა მამუკა მოიყვანა ძალიან კარგი მონაცემები, მამუკა ეს არის ყველაფერი პიარი და პოლიტიკა. ეს არ არის ორიენტირებული განვითარებაზე და აღორძინებაზე. ჩვენ გვინდა ღონიერი გლეხკაცი და ძლიერი სოფელი. და რა არის ამისათვის საჭირო? ჩვენ გვჭირდება დაწვრილი ერთეული საწარმოო ბაზის კონსოლიდაცია კოოპერაციის გზით. ჩვენ გვჭირდება ბაზრებთან კავშირის აღდგენა, ანუ განდევნილი ადგილობრივი ქართული ბაზიდან განდევნილი ქართველი გლეხკაცის დაბრუნება ეს და ეს უნდა განხორციელდეს მარკეტინგული კოოპერირების გზით და არა ისეთი ჩანერგილი ტაცებული ორგანიზაციების მეშვეობით, როგორც არის ლოჯისტიკური ცენტრები, სასაკლაოები, ამათი საწყობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და შემდეგი რა არის? ეს არის საჯარო მომსახურების აგროტექზოოვეთ და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მომარაგებელი საშუალებების სტრუქტურების შექმნა და მესამე ეს არის კრედიტების ხელმისაწვდომობა. ქართველი გლეხკაცი უღირსეულესი კაცი იყო ყოველთვის. იგი ხელგაწვდილი არასოდეს არ ყოფილა. ამიტომ საჭიროა სპეციალური აგროსაკრედიტო სოლიდარული პასუხისგებლობის კოოპერაციული სისტემის შექმნა, რაც თელმა მსოფლიომ გაიარა. ამიტომ ქართველი გლეხკაცი და ქართველი კაცი ღირსია იმისა, რომ მაღალი ღირსების, კეთილდღეობის, სამართლიანობის, სამართლებრივობის, დემოკრატიისა და თავისუფალ საქართველოში იცხოვრობს და ეს თვითონ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული და ბურთიც და მოედანიც ჩვენ ხელშია. ოქტომბერიც მალე იქნება. დიდი მადლობა. მაშინ ორი წუთი თუ შეიძლება შოვინიზმთან დაკავშირებით ვიტყვი, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რაც შეეხება შოვინიზმს და შოვინიზმი არავინ დაგწამოსო. რა დავაში მე ყველა მიყვარს სხვა ქვეყნის მოქალაქეები და მეგობრები მყავს, მაგრამ მოვიდნენ კი ბატონო, იცხოვრონ, იყვნენ, იმუშაონ, მაგრამ ჩვენ მეც არაფერს არ ვითხოვ, მიწას მივყიდით. და სამუშაო ადგილი პირველ რიგში ადგილურ მოქალაქეებს. ფოტოშოპის მინდა გაგასცემოთ, რომ ირანელებს გაყიდეს აზერბაიჯანელებს მიწები. აქ არტო ქართული წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეების საუბარი არ არის, ასე რომ შოვინიზმი არაფერში აქ კორუფცია არის სამყარო თემა. ლაშა, მინდა რომ ილია ჭავჭავაძეს სიტყვები დავამთავროთ. აი რა თქვა ილია ჭავჭავაძე. ერის სიჯანსაზე მიწასთან მარადიულ ურთიერთობასა და უღალატო კავშირში. დიდი მადლობა გემშვიდობებით მომავალ ოთხშაბათამდე ნახავთ. მომავალ ოთხშაბათს 8 საათზე შევხვდებით ცოცხლის ზონაში. საყვარელი ლაში, აი შენ ეს. დიდი მადლობა. შენი იმეილი. ცხოვრობ ჩაღატოღლის რაიონში, სოფელ ტაჯიეთში. ჩვენ სოფელში ძირითადი შემოსავალი არის სიმინდი, ვენახი, თხილი. არის სვიტფეხა
საქონელი. მე მაგალითად პირადად მინდოდა თბილის ფართობის გაფართოება და მიმართე დათოს ჩვენს მეზობელს და დაგვეხმარა. ანგასმა და რაც მე მინდოდა და მსურდა ისე გამაკეთებინა ყველაფერი. შენ ხო ვიცით დათოს? რა არ ვიცი მაგას აი ბიჭია იმის აუძახი გურული ყაზახია მაგრამ ნაცვალეს უჩი აი ბიჭია ზმო. ბანკი კონსტანტას კონსული გეხმარებათ ბანკთან ურთიერთობაში და საშუალებას გაძლევთ მიიღოთ თქვენთვის სასურველი ფინანსური მომსახურება თქვენზე მორგებული პირობებით. ბანკი კონსტანტა